რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ ბრალად წარდგენილი მუხლი, რაც ჰქონდა ანატოლი გიგაურს 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პოლიციელზე თავდასხმა გადააკვალიფიცირა 353 მუხლზე, ანუ პოლიციელზე წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ზალადობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ არ დადასტურდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. კერძოდ ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. შესაბამისად, ბუნებრივია ესეთ პირობებში მოსამართლემ ვერ მიიჩნევდა იმას, რომ სახეზე იყო პოლიციელზე თავდასხმა. რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთგვარად ნაწილობრივ შეფასებული იქნას მათ შორის პოზიტიურადაც, ბუნებრივია ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება ესე ვთქვათ შედეგი. ვინაიდან როგორც კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან კარგად ჩანს ვიდეო კადრებში, თუ როგორ ურტყავს პოლიციელი შეკრულ მუშტს სახეში ანატოლი გიგაურს და სულ 2-3 წამში უკვე გიგაური ახორციელებს იმ მოქმედებას, იქნევს ხელს პოლიციელის მისამართით, შესაბამისად იგერიებს მას. ანუ ბუნებრივია, რომ იგი იცავს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აი იმ პირობებში სავარაუდოდ მოსამართლემ არ შეაფასა ეს მოქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებად, რაც რა თქმა უნდა არის დაუსაბუთებელი ნებისმიერ შემთხვევაში. საინტერესოა ჩვენთვის მოსამართლე როგორ დაასაბუთებს ამას განაჩენში, ვინაიდან ხელის გულზე აქვს ფაქტობრივად კადრები, თუ როგორ უტყავს ჯერ პოლიციელი გიგაურს და 2-3 წამის შემდეგ როგორ იქნებს გაშლილ ხელს გიგაური პოლიციელის მიმართ. მოსამართლემ სამწუხაროდ არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია ამ ნაწილში და ის ქმედება, როგორაც დაკვალიფიცირდა ანატოლი გიგაურის ქმედება, ვიღაცისთვის შეიძლება პოზიტივია, თუმცა ჩვენთვის საერთო სტრატეგიისთვის, საერთო მიზნისთვის და მათ შორის ანატოლი გიგაურისთვის არ არის ძირითადი მიზანი და ძირითადი შედეგი ის, რისთვისაც ვიბრძოდით თვეების განმავლობაში. ბუნებრივია, როდესაც პოლიციელი ძალადობს ადამიანზე და პირველი აკეთებს პოლიციელი ამას, რა თქმა უნდა, იგი მხოლოდ ფორმალურად არის ამის შემდეგ პოლიციელი და მას ეხსნება რეალურად სტატუსი პოლიციელის. აქედანვე მინდა რომ გენერალურ პროკურატურას მიმართო, ვისაც უკვე აბარია ეს სისხლის სამართლის საქმე. ფაქტობრივად 8 თვეა გასული იმ ჩვენებიდან, რაც ჩვენ მივეცით საგამოძიებო ორგანოს და ეპიზოდებად ავწერეთ დეტალურად ის ფაქტები თავისი გარემოებებით, რა ეტაპზე მიიღო ანატოლი გიგაურმა დაზიანება და რა ეტაპზე გადაამეტეს ზალადობით პოლიციელებმა უფლებამოსილებას. პირველი ეს იყო აქციაზე და რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, როდესაც პოლიციელმა შეკრული მუშტი დაარტყა სახის არეში გიგაურს, ეს არის პირველი ეპიზოდი. მეორე ეპიზოდი დაკავების ფაქტი, როცა ანატოლი გიგაური ვეფხი-დამოყმის ზეგთან დააკავეს და რამდენიმე პოლიციელი, დაახლოებით 10-ზე მეტი პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა და თქვენ ძალიან კარგად ნახეთ პირველ პროცესზე სისხლის ჩაქცევები და ექსკორიაციები როგორ აღენიშნებოდა ანატოლი გიგაურს და ეს იყო დაკავების დროს უფლებამოსილების ზალადობით გადამეტების შედეგი და მესამე ეტაპი გიგაურს დაზარალებული ვახტანგ გაბუნია შეახვედრეს პოლიციის დეპარტამენტში და ვახტანგ გაბუნიამ გაიმეორა ძალადობრივი მოქმედება. კერძოდ მან თავის და უკანა ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა გიგაურს ხელი. ეს სამივე ეპიზოდი თავისი ფაქტებით ბუნებრივია ჩვენს მიერ მიწოდებული იქნა იმ დროინდელ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე დაახლოებით 8 თვის უკან, თუმცა დღემდე არანაირი შედეგი არ არის, არავინ არ არის დასჯილი და არათუ დასჯილი თვეების განმავლობაში ვითხოვდით, დაზარალებულად არ არის ცნობილი ანატოლი გიგაური.